მოგესალმებით, ჩემი გამოსვლის სათაური არის, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები ევროპაში. მე მაინტერესებს კითხოთ, ვინ თვლის ამას, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები ევროპაში. რა თქმა უნდა, ვინ თორს არ გულისხმობ, ქართული სარეკლამო ბაზარი. 1, 2 დადებითი 3, 7. რეალიზმი მისასალმებელია. და მაინტერესებს მაშინ მეორე კითხვა დავსვარ, ვინ ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ საუკეთესოები ევროპაში? ოპტიმიზმის დასაფასებელია. ხო, ნუ ოპტიმისტი და რეალისტი ადამიანების კრებულია. არ მინდა გითხრათ, რომ მოკლედ 29 ნოემბრის 2011 წლის 29 ნოემბრის თბილისის დროით 19 საათსა და 6 წუთზე ის რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები ევროპაში ოფიციალური ფაქტი და დადასტურებული ჭეშმარიტება იყო. მაგრამ ამ მომენტამდე მინდა რომ გადავხდეთ ცოტა უკან და 7 წლით ადრე მოკლედ გავიაროთ ის გზა როგორ მოხდით იმ წერტილში როდესაც ჩვენ ვიყავით საუკეთესოები ევროპაში. 2004 წელს როცა დაარსდა WindForce ეს ძველი ლოგოტიპია, რომელიც ახლა აღარ არსებობს და ხედვა დაარსების დღიდან იყო, რომ ჩვენ გვინდა დავაფუძნოთ საქართველოს კრეატივის საერთაშორისო რუკაზე. პირველივე დღიდან. და სამი პრინციპი იყო, რომელსაც ვთვლიდით, რომ მოკლედ გვინდოდა, რომ ამ სამი პრინციპით ვთვლიდით ამის მიღწევის, ანუ გზას ამ მიზნისკენ, ერთადერთ ვარიანტს, როგორც მაშინ ვფიქრობდით და ეხლაც, რომ გვეწარმოებინა არასტანდარტული პროდუქცია, არასდროს არაფერი არ დაგვეკოპირებინა და ბოლომდე დავხარჯულიყავით ყოველ პროექტზე. და დავიწყეთ ამ პრინციპით მუშაობა, ეს რაღაცა ნამუშევარს მოესდევდა პროექტს და მოკლედ რაღაც ნობადობა იზრდებოდა, მაგრამ ხვდებოდით, რომ იმისთვის, რომ საერთაშორისო სივრცეში გავსულიყავით, უნდა გავსულიყავით ფიზიკურად და დავსწრებოდეთ სხვადასხვა ფესტივალს თუ ასე შემდეგ რაღაცა ღონისძიებებს, სადაც მივიღებდით ამ ცოდნას და პირველ გამოცდილებას და კიევის ფესტივალი დავიწყეთ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ისეთი ფორუმია. მერე გავაფართოვეთ გეოგრაფია და გადავედით Golden Drumზე, რომელიც არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკლამო ფორუმი, რომელიც ტარდება სლოვენიაში. თუმცა ჩვენი ნამუშევრები მაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ახლა იქ უნდა ვაღიაროთ იმ ეტაპზე და ერთი მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ისტორია ერთ-ერთ Golden Drumზე, ერთ-ერთ ჩვენ ნამუშევარს ვესწრებოდით, ანუ ისეთი სისტემა ქონა ამ Golden Drums real time-ში იჯექი და ხედავდი ჟური როგორ აფასებდა შენ ნამუშევრებს და ერთ-ერთი ჩვენ ნამუშევრები შეიძლება გახსოვთ საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათების სარეკლამო რგოლი იყო ხელებზე და აქ საკმაოდ რაღაც პოპულარობით სარგებლობდა იმ მაშინ ესე უყურებდი და ანუ ესეთი სისტემა იყო რომ აქეთ ეკრანზე გადიოდა ეხლა როგორც ჩანს და აქეთ მე როცა დამთავრდებოდა 5 წამში შედეგი ქვეყნდებოდა ანუ ისინი აძლევდნენ ან კი ის ან არას მოკლედ ამას უყურე ძალიან დიდი გულის ფანცკალით რომ როგორ გულშემატკივრობდი და გვეგონა რომ ამას ყველაფერს რაღაცნაირად ანუ შორტლისტში არ მოხდებოდა ან არ მოხდებოდა რა და ნუ 10 წამში გაერკვა რომ არ მოხდა შორტლისტში თან ისე რომ არც ერთმა არ მიცა ხმა ის თეთრი ხაზი რომელიც არის იქ მწვანე უნდა ყოფილიყო ერთი მაინც რომ ვინმეს მიეცა და ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით ისეთი გულდაწყვეტილები რომ ცოტა დაბოღმილებით შეიძლება ითქვას და უშვერი სიტყვებით გამოვედით დარბაზიდან რომ არ ესმით ამათ ნამდვილი კრეატივი და საერთოდ რა მოკლედ ამ წარმატებლებამ ახლა არ შეგვაფერხა და ამას მოყვა პირველი ესეთი საერთაშორისო წარმატება კიევის ფესტივალზე, მაგრამ ეს იყო დრამინა, შეიძლება ვინმეს ახსოვს ასევე ეს. ყველას ახსოვს. და ბრინჯაო ავიღეთ ამით, ეს იყო პირველი პინი ამ საერთაშორისო სივრცეში და მოკლედ ამის მერე გავაგრძელეთ ეს ჩვენი მოღვაწეობა. ხო, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი საერთაშორისო ესეთი კოუჩი თუ ტრეინერი თუ როგორც ქვია, ჩამოყავდა სააგენტოში, რომ ეს კრეატიული განვითარებულიყო აზროვნება და ტექნიკა, ასევე დიდი ჯგუფებით დავდიოდით სხვადასხვა ფესტივალებში, სხვადასხვა ვორქშოპებზე, სემინარებზე, ფორუმებზე. მოკლედ დიდი ინტენსივობით ვცდილობდით ამ საერთაშორისო სივრცის გაგებას და დაპყრობას რა. ასევე აღსანიშნავია ბერლინის სკოლა, რომელიც მე მოხვდი და ძალიან დამეხმარა და ჩვენ მთელ სააგენტოს დაეხმარა ამ გზაზე სიარულში.
მოკლედ ვაგრძელებდით ამ ჩვენ ნამუშევრებს, ეს ნამუშევრები უფრო ცნობილი და უფრო პოპულარული ხდებოდა, უფრო ბევრი და ბევრი მიძღვნა ხდებოდა ამაზე და პრინციპში პირველი ისეთი სერიოზული წარმატება იყო ალდაგისთვის გაკეთებული კამპანია, რომელსაც შორტლისტი აიღო Golden Drums-ზე. შემდეგ უკვე კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი გეოგრაფია და მექას მივუახლოვდით ამ ჩვენი დარგის ჩავედით კანში, ვნახეთ რა ხდება. სხვა უცხო ხალხის ლომებსთან ერთად გავერთეთ, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ერთმანეთსაც პირობა მივეცით მე და ბიბიმ ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ საკუთარ ლომსაც აუცილებლად შევეთამაშებოდით ადრე თუ გვიან, უახლოეს მომავალში. მოკლედ ამის მერე იყო კამპანია, რომელიც უფრო დეტალურად მინდა მოგიყვეთ, იმიტომ რომ ამან მოგვიტანა ჩვენ კონკრეტულად და მე ვფიქრობ თელ ქართულ სარეკლამო სექტორს ყველაზე ხმაურიანი საერთაშორისო წარმატება, ეს იყო იპოვე 10000 TBC ბანკისთვის. ამოცანა იყო, რომ TBC ბანკის დეპოზიტების პორტფელის გაზრდა ჩვეულებრივად, ანუ ყოველგვარი დამახასიათებელი აქციის გარეშე. და ანუ დეპოზიტების პორტფელის გაზრდა იმ დეპოზიტარების ხარჯზე, რომელიც ამ წუთას არ იყვნენ ბანკის დეპოზიტარები და პრობლემა იყო ნდობა, ჩვევა და ცნობადობა, ანუ ნდობა ბანკის, ჩვევა იმის რომ ბანკი ჯობია ფული ჯობია წაიღო ბანკში და არ აგედო სხვაგან და ცნობადობა იმისა რომ მიიტან ამას ბანკში, იქ რაღაც სარგებელი ედება. ინსაიტი, რომელზეც დავაწყეთ ჩვენი კამპანია იყო, რომ ეს ხალხი ფიქრობს, რომ ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ფულისთვის მის შესანახად არის ის, რომელიც მარტო მე ვიცი, ანუ მარტო მან იცის ამ შემთხვევაში და ამ ინსაიტზე ავაწყეთ კამპანია და გამოწვევა იყო ამ სტერეოტიპის, ასე ვთქვათ, შერყევა. კამპანია დავიწყეთ სატელევიზიო თიზერებით, რომელშიც წარვადგინეთ 5 გმირი, რომელსაც ქონდა თავიდან აღტკინება რაღაც ფულის თანხის დანახვის და შემდეგ ეს აღტკინება იცვლებოდა შეწუხებით, რომ სად უნდა შევინახო ეს ფული და ამ კითხვის გაჩენის მერე იყო გადამისამართება ონლაინ სივრცეში, სადაც ამ გმირებს უკვე ინტერაქტიული ვიდეოები ქონდათ YouTube-ის ფორმატში, სადაც ერთ შემთხვევაში ეს ფული მიქონდათ ბანკში და მეორე შემთხვევაში სხვაგან და როცა ბანკში მიქონდათ, ყველაფერი კარგად თავდებოდა და როცა სხვაგან რაღაცა ემართებოდა ამ ფულს. და მეხუთე გმირი ედმონდი შეიძლება ესეც გახსოვთ, იყო ადამიანი, რომელიც რაღაცა წერდა, რაღაც საიდუმლო წერილს, მერე რუქას და მერე ამ ფულს რაღაც მარხავდა და ეპატიჟებოდა ხალხს ეპოვათ ეს ფული. მოკლედ ეს რაღაცა ძალიან აქტიურად პოპულარული გახდა სწრაფად და მერე ეს ამ თამაშმა გადაინაცვლა უკვე ოფლაინ სივრცეში, ანუ რეალურ ცხოვრებაში. ამ თამაშის ძირითადი აზრი იყო, რომ არასწორად შენახული ფულის საფრთხეში ჩაგდება გვინდოდა ესე, ანუ იმ ადამიანების სახით, ვინც ამ თამაშში ჩაერთვებოდა. მოკლედ დათქმულ დღეს TBC ბანკის ცენტრალურ ოფისთან არანორმალური მიტინგი გაიმართა, რომელსაც ანალოგი არ აქვს, მე მგონი რაღაც პოლიტიკურ წრეებშიც ბევრი ადამიანი შეიკრება ამ რაღაც რუქების მისაღებად და ამ თამაშის ჩასართველად. ზოგი ნიჩფით იყო უკვე მაგ დღეს მოსული. და მოკლედ მე ეს თამაში მოედო მთელ ქალაქს რა, მართლა ყველაფერზე იყო ეს მინიშნებები ავტობუსებზე, გაზეთებში, ბილბორდებზე, მუზეუმებში, მეტროებში და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. და თამაშის ფინალი ბოლოს, როდესაც ეს ეტაპობრივად ვითარდებოდა, თამაშის ფინალი გაიმართა დინამო სტადიონზე, იმიტომ რომ ვიფიქრეთ, რომ ყველაზე დიდი ფოკუსი სადაც შეიძლება ყოფილიყო იმ მომენტში ერის მიმართული იყო დინამო სტადიონი. პარადოქსი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს არ ქონდა წაგებული წელიწადნახევარი იმ თამაშამდე, ეს ერთადერთი შემთხვევა ამ ნაკრების ისტორიაში. და მოკლედ მართლა რაღაც იმედი იყო, რომ ამ თამაშს თუ მოვიგებდით, რაღაცა გვეშველებოდა. მოკლედ ბოლო ანუ ვინც მოიგო ეს თამაში, ჩვენი ეს შეჯიბრება თუ რა ქვია ეს იპოვე 20000 იმ გამოვლენდა ცოტა ხნით ადრე ამ საფეხბურთო თამაშამდე და ბოლო მინიშნება მივეცით უკვე რომ მოსულიყო სტადიონთან, იქ მივეცით მართლა ნიჩაბი, ეს გამოვარდა და ეს ფული მოკლედ დავმარხეთ ქვიშაში, რომელიც არის სარბენი ბილიკებზე და როდესაც ამან იპოვა ეს და ამოთხარა, წაიკითხა ის მის მესიჯი, რომელიც ამბობდა რომ თქვენ იპოვეთ ეს 10000, მაგრამ თანხა არის მისთვის გაკუნთლალზე ბანკში თქვენ ანგარიშზე და არა იქ, სადაც შეიძლება არასწორია მისი ყოფნა. და ამას ძალიან დიდმა ტელე და არა მარტო ტელე აუდიტორიამ უსმინა რეალ ტაიმში.
და რაც თავარია გახდა ისეთი რა, ნათელი რომ ფული უნდა იყოს ბანკში და ამ მესიჯმა ძალიან კაფეოდ გაიჟღერა და მოკლედ ამის შედეგები იყო ძალიან ისეთი დიდი ყველა ტელევიზია გამოეხმაურა, რაღაც ვებსაიტები, პორტალები, ბლოგები, ასე შემდეგ ყველა ეხმაურებოდა ამ ამბავს, Facebook-ის რაღაცა ისინი იყო აქტიური და მოკლედ შედეგი იყო რომ გაიზარდა ეს დეპოზიტების პორტფელი, დეპოზიტარების რაოდენობა და ყველა იყო კმაყოფილი. ამ კამპანიის შედეგად ხო რაც დამთავარია ეს თამაშიც მოვიგეთ ძალიან უცნაური იყო უკანასკნელი თამაში მოვიგეთ იმის მერე აღარ მოგვიგია არც ერთი თამაში და მერე მოხდა ის რომ ამ კამპანიის შედეგად მართლაც ჩვენი საერთაშორისო წარმატება რეალობა გახდა მოვიგეთ კიევის ფესტივალზე იგივე ამ Golden Drums-ზე Grand Prix მოვიგეთ მეზობელ სომხეთში და იმ წლის ბოლოს წავედით ევრობესზე, რომელიც არის ძალიან ისეთი წონადი სარეკლამო ფესტივალი, რომელსაც ატარებს კანის ფესტივალი, ოღონდ ევროპის მასშტაბით. თუ კანის ფესტივალი მსოფლიო მასშტაბის არის, ეს ევროპის არის და მოკლედ წავედით, თუმცა არანაირი იმედი არ ქონდა, რომ ამას რამე წარმატება ექნებოდა, იმიტომ აღმოსავლეთ ევროპიდან არავის არ ქონდა მოგებული ეს ფესტივალი მანამდე. და შესაბამისად არ ვთვლედით რეალობად, რომ ეს იქ შეიძლება რამეს მიგვეღწია. მოკლედ უბრუნდები იმ მომენტს 29 ნოემბერს 2011 წლის 19 საათზე და 6 წუთზე. მე ვზივარ სემინარზე ევრობესზე, ყოველგვარი იმედის გარეშე, საერთოდ არ ვფიქრობ იმ რამე მოგებაზე და ამ დროს შემორბის ჩვენი თანამშრომელი კიდევს ხელს და მიმათრევს სადღაც, თუნდაც არაფერს არ მეუნება რა და მიმათრევს და თან ვეკითხები რა გჭირს და არ პასუხობს, ესე ძალიან კაფეო წითელი სახი აქვს და ვერ გავიგე გაგიჟდა თუ იცინის რა და მიმათრევს სადღაც ფოეში კომპიუტერები იყო კიდე არაფერს არ მეუნება და მოკლედ კომპიუტერთან რომ მიმათრევს მე ვფიქრობ რომ რაღაც უბედურება მოხდა რა ან თბილისში ან ოფისი დაიწვა ან დაგბომბეს ან რაღაცა იმიტომ რომ ამ კომპიუტერთან რომ დამსვა და ხედავ კითხულობ ამ მეილს რა რომელზეც წერია რომ ჩვენ მოვიგეთ ოქრო ამ ევრობესზე და ვატყობინებენ რომ ვინმე თუ არის იქ რომელიც ამას მოკლედ ის მომენტი აღარ მახსოვს მე კარგად, მაგრამ მე მახსოვს რომ მეორე დღეს ამაყად ვაფრიალებდით ამ დროშას ევროპის იმაში რა ქვია. და ძალიან ბედნიერები ვიყავით. აქ ესწრება მე მგონი ხალხი ვინც ამ სცენაზე იყო. და მოკლედ ბედნიერები ვიყავით იმით რომ აი ეს რაღაც საერთაშორისო მისია რომელიც გვინდოდა რომ დაგვეფუძნებინა საქართველოს საერთაშორისო კრეატივის რუკაზე შესრულდა და აი ამ რაღაც წარმატებით ძალიან ბედნიერებით ჩამოვიდით თბილისში იმ გაცდით რომ ჩვენ მოვიგეთ და საქართველოს ჩამოდით როგორც ჩემპიონთა ლიგას რომ მოვიგებ ან ევროპის ჩემპიონატს და სხვათა შორის ეს ფოტო იყო ევრობესტის მერე ფრონტ პეიჯის ესა რა ქვია ფოტო ერთი წლის მანძილზე იმიტომ რაღაც უფრო ემოციური იყო ჩვენი გამოსვლა ვიდრე იქ რაღაც დასავლეთ ევროპელები ადიოდნენ წყნარად იღებდნენ პრიზს ჩამოდიოდნენ და ჩვენ რაღაც ავქანდით ქოშინით და დროშებით და იმით რომ რაღაც მოკლედ ამის მერე ჩამოვედით და რომ გვეგონა რომ აქ რაღაცა აეროპორტში დაგვხვდებოდა ერთი 50000 კაცი მარტო 16 ლაიკი მივიღეთ Facebook-ზე და მანდ მივხვდით რომ არ არის ჩვენი ადგილი ამ რუკაზე ჯერჯერობით ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით და მე ვიფიქრეთ რომ ტელევიზიას მაინც გავაგებინებთ ხო რა და ტელევიზიაში განაცხადეს რომ ქართველი კლიპმეიკერების წარმატება ევროფესტივალზე ამას კიდევ უფრო დეპრესიაში ჩაგვაგდო და აი ამ მდგომარეობამდე მიმიყვანა მე პირადად რა მოკლედ სამძიმე იყო ამის განცდა და ამის შეგრძნება რომ ის რაღაც მთელი მისია რაღაცა იმასავით იყო რა რაღაცნაირი იმას ფანტაზიასავით მოკლედ ამის მერე 2 წელი გავიდა შეიძლება ითქვას რომ ამ ხნის განმავლობაში ცოტა რაღაცნაირად გვგონებთ რომ შეფერხდა ეს ცვლილება იმიტომ რომ ერთი არის რომ მოხვდე ამ რუკაზე და მეორე რომ დაფუძნდე იქ ამ 2 წლის მანძილზე რაღაც მოვასწარი რომ ყოფილიყავი მარკეტინგის დირექტორი ერთ-ერთი ჩვენი კლიენტის და ასევე ჩამოგვიყვანა უცხოელი სპეციალისტები რომელიც აქ მუშაობენ და იმისთვის რომ ეს საერთაშორისო სტანდარტები ყოველდღიურობაში დაგვენერგა და არა ვორქშოპების და სემინარების ფორმატში ბევრი რაღაცა ისეთი იყო გამოცდილების თვალსაზრისით საინტერესო ამ 2 წლის მანძილზე ბევრი რაღაცნაირი ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ და რავი შეიძლება ითქვას რომ რაღაცები წარუმატებელიც იყო მაგრამ
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა მოახერხოთ ის, რომ დავფუძნდეთ ამ რუკაზე, იმისთვის, რომ თქვათ მერე, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები ევროპაში და შესაძლოა მერე მსოფლიოშიც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.